2021 წელს 4 მგზავრის სამდღიანმა კოსმოსურმა ფრენამ კვლევრებს შესაძლებლობა მისცა გამოიკვლიონ თუ რამდენად სწრაფად რეაგირებს და ეგუება ორგანიზმი კოსმოსურ ფრენას. მაშინ კომპანია SpaceX-ის მისია Inspiration-ის მონაწილეებმა ააგროვეს სისხლის, ნერწვის, კანის და სხვა ბიონედლეულის ნიმუშები. კოსმოსში ნამყოფი ეკიპაჟის კომპონენტური უჯრედოვანი კვლევა პირველად ჩავატარეთ. შევისწავლეთ T-ლიმფოციტები, B-ლიმფოციტები და იმუნური სისტემის ყველა კომპონენტი. როგორც წესი, ამგვარი კვლევა საავადმყოფოში პაციენტებს და სამეცნიერო კვლევის მონაწილეებს უტარდებათ. ახლა ზუსტი სურათი გვაქვს იმისა, თუ რა ემართება ორგანიზმს უჯრედის დონეზე კოსმოსური ფრენის დროს. კვლევრებმა ნიმუშები განიხილეს და ფრენის მონაწილეთა შორის უჯრედებში და იმუნურ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები აღმოაჩინეს. უმეტესი მაჩვენებელი შინ დაბრუნების შემდეგ რამდენიმე თვეში ნორმას დაუბრუნდა. მასთან ერთად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხანმოკლე კოსმოსური ფრენა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს არ წარმოადგენს. აღმოაჩინეთ, რომ მაგალითად კოსმოსში ტელომერები ოდნავ გრძელდება. ტელომერი ეს არის ერთგვარი ხუფი ქრომოსომის კიდეზე, რომელიც დნმ-ს დაუზიანებლად ინარჩუნებს. მსგავს რამეს ვხედავთ უფრო ხანგრძლივ მისიებში, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბით. ასევე იმუნური სისტემის ამოქმედებას ვხედავთ. კერძოდ ისეთი უჯრედების, როგორიც არის T-ლიმფოციტები და ფრენის დროს ორგანიზმის საერთო დაძაბულობის მომატებასაც. მაგრამ რამდენიმე თვეში მაჩვენებლების 95% საწყის დონეს უბრუნდება. კვლევრებს სურთ, რომ მათ მიერ შედგენილი მონაცემების საცავი სამედიცინო მახასიათებლების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს, რომელიც კოსმოსური ტურისტების ჯანმრთელობის შეფასების საშუალებას იძლევა. ფაქტიურად კოსმოსური სამედიცინო ბარათი შევქმნით. ექიმისგან მიღებულს ჰგავს, როდესაც სისხლის ანალიზებს აბარებთ. ამისათვის უკვე საკმარისი მონაცემები გვაქვს. 64 ადამიანი გამოვიკვლიეთ, მათ შორის კოსმოსური ტურისტები. ახლა ხვდებით, თუ როგორ გამოიყურება ნორმალური კოსმოსური ფრენა და შეგვიძლია უფრო ხანგრძლივი მისიების დაგეგმარება. ეს ბარათი ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში და ფრენისას ასტრონავტების უსაფრთხოების გარანტიაში დაგვეხმარება.